სერიალების ტოპი ადვოკატებზე, სასამართლოზე, ძალაუფლებაზე, ასე რომ ვთქვა, შევადგინე ჩემი ტოპ 5-ეული, რაც გამომწერმა მთხოვა და გადავედით მის მიმოხილვაზე. ნომერ პირველი ჩემს წესში შედის სერიალი სუიცი, ფორს მაჟორი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ხარიზმატული მსახიობებით და ფაქტიურად მთელი სერიალი მათ ხარიზმაზე იკაჩება და არა მარტო კარგი სიყვარულის ხაზებიც არის გავლილი, კარგი დიალოგებია სერიალში, ჩქარი кейსები, ასე რომ ვთქვათ და სერიალს კარგი შეფასებაც აქვს. მომდევნო ჩემს წესში მოდის სერიალი The Good Wife, კარგი ცოლი სერიალი მაგარი გაჟღენთილია სასამართლო პროცესებით, ძალაუფლებით, პოლიტიკით, მორალური კომპლექსებით, ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია ამ ჟანრში. მომდევნო ჩემს წესში შედის სერიალი The Boston Legal, ბოსტონის იურისტები, ასე რომ ვთქვათ, სერიალი კარგად გაჟღენთილია იუმორით, კარგი დიალოგებით, თავის დროზე ძალიან საკულტო სერიალი იყო. მეოთხე ჩემ ტოპებში შედის სერიალი როგორ ავარჯო თავის სასჯელს მკვლელობისთვის, სერიალი არა მარტო სასამართლო პროცესებით არის დატვირთული, არამედ ბევრი საიდუმლოებით, манипуляციით, ბინძური თამაშებით და ასე შემდეგ. და სიას დავასრულებ ლეგენდა სერიალით, სერიალმა, რომელმაც ყველა ამ ჟანრის სერიალების მიცა ის კალაპოტი თუ როგორ უნდა გადავიღოთ ამ თემასთან დაკავშირებით სერიალი, სერიალს ქვია კანონი და წესრიგი, არავით არის ზედმეტი არაფერი სერიალში, მაქსიმალური რეალიზმი, ანუ დანაშაული გამოძიება სასამართლო. ეს იყო ჩემი იურიდიული სერიალების ტოპი, ასე რომ ვთქვა, ჩემ მეგობარო თუ გყავს სერიალები და ფილმები, მე ყველა ჟანრს ვეხები აბსოლუტურად, ასე რომ გამომიწერე და აუცილებლად მომიძებნი შენთვის სასიამოვნო სერიალს თუ ფილმს. მომავალ შეხვედრამდე.